წარმოგიდგენიათ ზებრა, კანა, სირაქლემა, ფაფრიანი, ცხვარი და სხვა ცხოველები ერთ გალიაში. ვერც მე წარმოვიდგენდი ჩემი თვალით რომ არ მენახა. რა ხდება ქართულ ზოოპარკში და ვინ იცავს ცხოველების უფლებებს რამდენიმე წუთში გაიგებთ. ბეგემოტი. ეს ნახე. აშკარად შეწუხება დანის დარტყმა ერთ და იგივე არა. უკაცრავად მოგწონთ ზოოპარკის სიტუაცია? ძალიან. რა მოგეწონათ ყველაზე მეტად? რა ვიცი, ყველაფერი. რა მოგეწონათ ყველაზე ძალიან? არ ვიცი, ყველა ცხოველი მომწონს, რაღაც თავისებურად, ყველა ინდივიდუალური. არ, ცხოველი მოსაწონია, მაგრამ მდგომარეობა? იცით, მდგომარეობას ესე არ დავკვირები ვარ და თვალშისაცემად კიდე ვერაფერ განსხვავებას ვერ ვატყობ. აი ხა შემოვედით და ჯერ მთლიანად არ დაგვითვარიელებია და რა ვიცი, აი ბავშვი გამოვიყვანეთ სუფთა ჰაერზე თორე ისე რა უნდა მოგეწონოს. გამარჯობა, როგორ ხარ? უკაცრავად. როგორ ხარ? მარტოობა კარგია თუ ცუდი? კარგ მდგომარეობაში არიან ცხოველები თქვენი აზრით? არა, კარგ მდგომარეობაში როგორ იქნებიან, ახლა თქვენთან შეხედეთ. მაგრამ იმასთან შედარებით, რაც იყო, რა თქმა უნდა. მაინტერესებს ვინ აჭმევს ცხოველებს და საერთოდ როგორ უვლიან. ვეცდები რომ გავარკვიო. გამარჯობათ. თქვენ ვისი მომლელი ხართ? სილიკონსნების. სილიკონსაც ცხოველთა მომლელი ვარ მე. აჰა, მაინტერესებს საერთოდ როგორ უვლით რამდენჯერ აჭმევთ დღეში და ასე შემდეგ. თივა როცა შეჭამენ ყოველთვის უმატებთ საღამოს ქათოთი, თერი და კოპტონს ერთმანეთში არაობს უხრით. დილაობით აგეთვე უხვედავთ. და ანუ რამდენჯერ გამოდის დღეში ჭამა? რამდენჯერაც მოითხოვს და ქათო და ქერი ერთხელ ძირითადად, მაგრამ რამდენჯერაც მოითხოვს თივას იმდენჯერ. კარგად ცხოვრობენ თქვენ ეს ზოოპარკში ცხოველები? ვაი მეგარო იცი. აი, ალბათ კი. კი. შენ რო დაგამწყდიან გალიაში რა სიზავ? რატო? და უნდა იყოს დამწყდეული. ცხოველი უნდა იყოს როგორ? დამწყდეული უნდა იყოს ეს ცხოველია და ჩვენ ცხოველები ხომ არ ვართ. კარგით, მადლობა. ჩვენ ცხოველები არ ვართ. მოგწონთ ცხოველების მდგომარეობა ზოოპარკში? საშინელება, ძალიან მეწოდებიან ყველანი. რა მოგწონს? რა მოგწონს კი არა, უბრალოდ რა არ მოგწონს ყველაზე მეტად ზოოპარკში? მომწონს ყველაზე ძალიან მეწოდებიან სპილოები, იმიტომ რომ არანაირი პირობები არ აქვს იმის, რომ ნორმალურად იგზნან თავი ჩემი აზრით. დანარჩენი ცხოველები? დანარჩენი რა მგონი მაიმუნები არიან მარტო კარგას. უკაცრავად იქ თაგვი რატო არის გველთან? თაგვი არის, იმიტომ რომ ესე გველის საკვები არის. უნდა ჭამოს გველმა. ზოოპარკში ვიზიტის შემდეგ გადაწყვეტეთ ცხოველების უფლებების დაცვის კომიტეტის წარმომადგენელი გვენახა. გამარჯობათ. ეხლა ხანს ვიყავით ზოოპარკში, ქართულ ზოოპარკში და თქვენი აზრი მაინტერესებს საერთოდ როგორ მდგომარეობაში არის ქართული ზოოპარკი და ქართული ზოოპარკის ცხოველები. პირველ რიგში მე მინდა გითხრათ, რომ საერთოდ ზოოპარკი ცხოველთა
დამცველების მხრიდან არის უკვე თავისუფლების აღკვეთის ადგილი. ადამიანის თავისუფლებას აღუკვეთა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის არის დამნაშავე. ანუ თავისუფლების აღკვეთა თავისთავად გულისხმობს რაღაც დანაშაულს. ზოოპარკი უკვე არის ადგილი, სადაც თავისუფლების აღკვეთა ხდება დანაშაულის გარეშე. ცხოველების მდგომარეობა არის ძალიან ცუდი, არ შემობს სტანდარტები, მსოფლიო სტანდარტები ზოოპარკში, როგორ უნდა იყოს ცხოველი. და ამ სტანდარტებს რა თქმა უნდა არ აკმაყოფილებს ჩვენი ზოოპარკი. დამწყდეული უნდა იყოს ეს ცხოველია და ზოოპარკი უკვე არის ადგილი, სადაც თავისუფლების აღკვეთა ხდება დანაშაულის გარეშე.